მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. ყოველკვირეული მიმოხილვა ეთერიუმზე, ბიტკოინზე მზად არის და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება ამ აქტივებზე. დაგვიანებით გილოცავთ შობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად. და ეს ახალი წელი ყველაფრის კარგის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. მაშასე გადავიდეთ მიმოხილვაზე. დავიწყოთ როგორც წესი და რიგია მაღალი ტაიმფრეიმიდან, დღიური ტაიმფრეიმი, ბიტკოინი. ეს არის დღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილი თვის გამოყენებული. ხედავთ რომ ფასი ჯერჯერობით იმყოფება აი ამ მწვანე ზონაში. ეს მწვანე ზონა არის ნოემბრის თვის მოცულობითი ზონა. ფარგლებში, ესე იგი 101,000-დან 82,000-მდე დაახლოებით, რომ დავამრგვალოთ. ხედავთ როგორ მოძრაობს ფასი ამ მოცულობითი ზონის ფარგლებში. ჩამოსვლის შემდეგ ფასმა გარკვეულწილად განაახლა, დაიწყო უბრალოდ აღმავალი მოძრაობა. შემდეგ აი ეს არის დეკემბრის თვის მოცულობითი ზონა. დეკემბრის თვე მთლიანად იმყოფებოდა აი ამ მოცულობითი ზონის, მნიშვნელოვანი მოცულობითი ზონის პიოსის ქვეშ და ტესტავდა მას ქვემოდან მრავალჯერ ტესტავდა, ანუ შეიძლება არ შეხებილა, მაგრამ ძალიან ახლოს იმყოფებოდა. შემდეგ რა მოხდა? დაიწყო იანვრის თვე, გადავლახეთ პიოსი ნოემბრის, როცა ფასი იმყოფება რომელიმე მოცულობითი ზონის ფარგლებში დიდი ხნის განმავლობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მოცულობითი ზონა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მზადდება ყოველ შემთხვევაში. იანვარმა გადალახა პიოსი და ეხლა ჩამოვიდა დასატესტად. უკვე ვხედავთ გარკვეულ ჩრდილებს ფასის, ანუ სანთლის ქვემოდან, რაც მოწმობს იმაზე, რომ გააქტიურდა მყიდველი დაახლოებით 90,000-ის ნიშნულზე, მაგრამ ვინაიდან ჩიკაგოს ბირჟაზე CME-ზე არის გეპი, ორი გეპი იყო სულ 90-ზე და 88-ზე. 90-ზე უკვე გადაიფარა ეს გეპი, 88-ზე ჯერჯერობით არის გეპი, ამასთანავე 88,000-ის ნიშნული ემთხვევა დეკემბრის თვის პიოსის. ეს უბრალოდ რაღაც ჰაერიდან აღებული ნიშნული არ არის. დეკემბრის თვის პიოსის ემთხვევა, ასე რომ ჩემი ვარაუდით, ჩემი პროგნოზით ფას აქვს ჯერ კიდევ ჩამოსვლის პოტენციალი 88-მდე, საიდანაც უკვე განაახლებს ისევ აღმავალ მოძრაობას. პირველი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა მას დახვდება აი ამ ნოემბრის თვის მოცულობითი ზონის ზედა ზღვართან 101,000-ის დაახლოებით, 101,000-ის ნიშნულთან. შემდეგ უკვე მომენტში ისევ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, თუ იქამდე მივალთ, რა თქმა უნდა, გაკეთდება კიდევ ერთი მიმოხილვა, თუ რა ხდება, თუ რა მოხდა იმ მომენტში, როცა ფასი მიუახლოვდა ამ ნიშნულს. მოდით გადავიდეთ ახლა H4-ზე, 4 საათიან ტაიმფრეიმზე. 4 საათიან ტაიმფრეიმზე უკვე მაქვს გამოყენებული მარკეტ პროფაილი კვირის, ანუ თითოეული ეს მოცულობითი ზონა, ეს არის კვირის ერთი კვირა. მნიშვნელოვანია მეგობრებო, შეხედეთ ასევე კვირის ჭრილში უკვე ცოტა სხვანაირი მოცემულობა გვაქვს.
დიდად არ განსხვავდება, მაგრამ პატარა თავისი განსხვავებები აქვს. ფასი იმყოფება აი ამ კვირის მოცულობით ზონაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს კონკრეტული კვირა მისთვის მნიშვნელოვანია. შევხედოთ რას? შევხედოთ იმას, რომ ჩამოსვლის შემდეგ მრავალჯერ დატესტა ქვედა ნიშნული, ქვედა ზღვარი ამ მოცულობითი ზონის, ხოლო ზედა ზღვართან ჯერჯერობით არ ყოფილა. დავაფიქსიროთ ჩვენთვის, რომ ფასის უპირველესი მიზანი არის ნიშნული 96,000, ანუ ზედა ზღვარი ამ კონკრეტული მოცულობითი ზონის. ასევე აღსანიშნავია, რომ 90-ზე ჩამოსვლის შემდეგ ნახეთ რამხელა მოცულობები დაფიქსირდა ერთ კონკრეტულ სანთელში. რის შემდეგაც დაიწყო ფასმა დაღმავალი მოძრაობა გააჩერა, შეიქმნა რენჯი, მით უმეტესე დღეს შაბათია, შაბათი კვირა ალბათ რენჯში გაჩერდება, ბალანსში და შემდეგ, როგორც ვთქვით, 88-მდე წინა კვირის პიოსიმდე, ესეც ემთხვევა ამ ნიშნულს, ჩამოვა და შემდეგ ისევ განაახლებს აღმავალ მოძრაობას. უკვე კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფას აქვს ორი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ზემოდან. ეს იქნება 96,000, შემდეგ იქნება უკვე 101,000, იქ უკვე დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე. მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა თქმა უნდა, ამაზე ყოველ კვირეულად ვნახოთ, შეიძლება კვირაში რამოდენიმეჯერ გადავიღო მიმოხილვები, ერთხელ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად გადავიღებ, კვირაში ერთხელ ნამდვილად. ახლა გადავიდეთ ეთერიუმზე, დავიწყოთ რა თქმა უნდა დღიური ტაიმფრეიმიდან. გამომრჩა შეხსენება იმისა, თუ რას ნიშნავს ახალი მაყურებლები ყოველთვის არიან არხზე, მინდა შევახსენო, რას ნიშნავს აი ეს ფიგურები ჩარტზე. ეს ფიგურები არის ანომალიები, ანომალიური ფილტრაციები, ანომალიური მოცულობები, ანომალიები დელტათი და ასე შემდეგ, რაღაც ნიშნები, რომლებიც მოწმობენ მსხვილი მონაწილის კვალზე. და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, ჰაერიდან არ იღება ეს მონაცემები, გარკვეული ფილტრაციები, გარკვეული პარამეტრები უნდა შევიყვანოთ ინდიკატორში. არის ესეთი ინდიკატორი cluster search-ი, რომელიც არის აი ამ ანალიტიკურ პლატფორმაზე ATAS, საიდანაც ვაკეთებ ანალიზს. შეიყვანთ ამ მონაცემებს და ეს პლატფორმა უკვე გიჩვენებთ ანომალიებს, ანუ ნორმაზე უფრო დიდი მოცულობის, უკაცრავად ტავტოლოგიისთვის მოცულობებს გიჩვენებთ, მოცულობითი ანომალიები, დელტა ანომალიები, ანომალიები ბიდასკით, ანუ ბიდასკი რას ნიშნავს? ბიდასკი ნიშნავს, როცა უფრო მეტი ანომალიები ბიდასკით ნიშნავს უფრო მეტი გამყიდველი თუ უფრო მეტი მყიდველი იყო, მარკეტით იგულისხმება, თორე ლიმიტებს არ აჩვენებს. და პრინციპში ლიმიტები არც საჭირო, რატომ? იმიტომ რომ ლიმიტი ისეთი რაღაცაა, რომ ამ ორდერის გაუქმება ყოველთვის შეუძლიათ. ხოლო მარკეტ ორდერი უკვე შესრულებული ორდერია, ასე რომ ის შესრულებული ორდერები ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე ლიმიტი. მოკლედ, გადავიდეთ დღიურ ტაიმფრეიმზე, მოდით გავადიდებ charts, აი ასე. market profile უკვე თვის მაქვს გამოყენებული დღიურ ტაიმფრეიმზე, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ როგორც ბიტკოინზე ფასი იმყოფება ნოემბრის თვის მოცულობით ზონაში, დავტესტეთ ქვედაზღვარი, დავტესტეთ ზედაზღვარი, ხედავთ უკვე ეთერიუმზე ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. ფასი
ეხლა ჩამოდის და ყოველ ჩამოსვლაზე შეხედეთ, აი ამას მოვაშორებ ჯერჯერობით market profiles, ყოველ ჩამოსვლაზე ფიქსირდება ანომალიები. ანუ ქვემოდან ფასის ჩამოსვლის შემდეგ ვიღაც მსხვილი მონაწილე ქვემოდან ამ აქტივს ყიდულობს. მყიდველი გამოჩნდა. პატარა ანომალია, ანუ ლურჯიფერი ოდნავ ნაკლები მოცულობაა, ყვითელი უფრო მეტი და წითელი, ყველაზე დიდი მოცულობაა. ნახეთ ერთბაშად რამდენი ანომალიური კლასტერი, ასევე დელტა ანომალია დაფიქსირდა ერთ სანთელში. ეს იყო გუშინ წინდელი სანთელი. ასევე გუშინდელ სანთელშიც არის. ანუ გამოჩნდა სიგნალი იმისა, რომ ამ წერტილში იმყოფება ლიმიტ მყიდველი, რომელიც შთანთქავს საკუთარი ლიმიტებით მთელ შეთავაზებას, მაგრამ ისევე როგორც ბიტკოინზე ჩვენი მიზანი, ფასის მიზანია ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, 3000-ის ნიშნული. რატომ? იმიტომ რომ ისევ ჩიკაგოს ბირჟაზე, CME-ზე და მით უმეტეს ჩვენ ვიმყოფებით ახლოს 3000-დან, CME-ზე არის გეპი 3000-ის ნიშნულზე. შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ფასმა დატესტოს 3000-ის ნიშნული და შემდეგ ისევ განაახლოს აღმავალი მოძრაობა. პრიორიტეტი არის აღმავალი მოძრაობა, ვინაიდან ერთგვარად აი ესეთი ტალღობრივი მოძრაობაა, მაგრამ მთლიანობაში იქმნება ჯერჯერობით სუსტი, რა თქმა უნდა, მთელ აი ამ დაღმავალ მოძრაობასთან შედარებით, რაც იყო, მაგრამ თითქოს იწყება გარკვეული აღმავალი მოძრაობა, uptrend-ი. მოდი ჩავრთოთ market profile-ი, ასევე 3000-ის ნიშნული ემთხვევა ამ ნოემბრის, რომლის ფარგლებშიც იმყოფება ფასი, ნოემბრისთვის პიოსის დაახლოებით. მეგობრებო, როცა გარკვეულ ნიშნულებს ვასახელებ, ეს არ ნიშნავს, რომ აი დოლარი დოლარში იმაზე უნდა კონდეს ფას რეაგირება. პლუს მინუს რაღაც ცდომილება დაუშვით ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად მე ვერ მეწოდინება რომელი ნიშნულიდან რა მოხდება ზუსტად. შემდეგ ანუ მოვნიშნოთ ის, რომ დავიმახსოვროთ, რომ 3000-დან ჩემი ვარაუდია ასეთი, 3000-ის ნიშნულიდან იწყება ისევ განახლდება ისევ აღმავალი მოძრაობა. დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, ისევ პირველი წინააღმდეგობა ეს იქნება 3400-ის ნიშნული, ხოლო შემდეგი იქნება 3700-ის ნიშნული. ოკეი. გადავიდეთ საათიან ტაიმფრეიმზე. მოდით ამ ყველაფერს დავხურავ. აჰა. საათიან ტაიმფრეიმზე. ჩავრთოთ market profile-ი ამ შემთხვევაში market profile-ი გამოყენებულია უკვე კვირის. იგივენაირად კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, ჩამოვდივართ იგივე სიტუაცია ერთ-ერთში. რა თქმა უნდა, არაფერი განსხვავებული. შეიძლება ასე ვთქვათ, ლოკალურად რომ გავაკეთოთ პატარა ლოკალური, ასე ვთქვათ, ანალიზი რო ჩავატაროთ, რას ველოდებით 1 საათიანი ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, შეიძლება კიდევ ერთხელ ავიდეს ფასმა, დატესტოს მიმდინარე კვირის პიოსი, დაახლოებით ნიშნული 3165 და ჩამოვიდეს უკვე 3000-ის ნიშნულზე. დაახლოებით აი აქ. დატესტოს ისევ და ისევ მომენტში უნდა შევხედოთ როგორი სანთელი შეიქმნება, დელტას უნდა დავხედოთ, ანუ დელტა ინდიკატორს დავხედოთ, როგორი
როგორ მონაცემებს მოგვაწვდის, რა ანომალიები შეიქმნება, თუ შეიქმნება, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. პრიორიტეტი არის ჯერჯერობით ჩამოსვლა 3000-მდე და იქ უკვე შევხედოთ. მეგობრებო, დამატებით მინდა შემოგთავაზოთ ანალიტიკა კიდევ ერთ აქტივზე, ეს არის აქტივი XRP, Ripple. მიმდინარე კვირის განმავლობაში დავინახეთ საკმაოდ ძლიერი, კარგი, აღმავალი მოძრაობა, რასაც მოველოდი უკვე Ripple-ისგან, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მე მით უმეტეს მახარებს ეს ამბავი, იმიტომ რომ Ripple-ის ერთ-ერთი ჰოლდერი ვარ და ჯერა რომ ეს აქტივი ძალიან ძლიერ მოძრაობას დაგვანახებს, მაშინ როცა დაიწყება ალტსეზონი და მეცაც გეტყვით ალტსეზონის დაწყებამდე, მე არ ვიძახი თუ დაიწყება ალტსეზონი, მაშინ როცა დაიწყება ალტსეზონი, იმიტომ რომ თითქმის დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ალტსეზონი იქნება წელს. ერთ-ერთი პირველი აქტივი ეს იქნება Ripple და Ripple-მა უკვე დაიწყო ეს თავისი აღმასვლა. შევხედოთ, ეს არის დღის ტაიმფრეიმი თვიური მარკეტ პროფაილის გამოყენებით. აღმავალი მოძრაობა დაიწყო დაახლოებით $85-ზე, გაგრძელდა 2.40-მდე, გაჩერდა, რატომ გაჩერდა? იმიტომ რომ ხედავთ რომ ფასმა შეეხო ეს არის ნოემბრის თვის მოცულობითი ზონის ზედა ზღვარს, VAH იგივე და საკმაოდ ძლიერი მსხვილი მოცულობები დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია კორექცია ფასის. ეხლა მოდით ვისთვისაც საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ამ აქტივის ყიდვა, ან ვინც უკვე ჰოლდერია, რა თქმა უნდა, აინტერესებს, რა მოხდება შემდეგში. ჩემი აზრით, თითქმის ან არსებული ნიშნულებიდან ვიწყებთ ისევ აღმავალ მოძრაობას, ნუ პლუს-მინუს პატარა განსხვავებით ფასში დაახლოებით შეიძლება კიდევ ოდნავ ჩამოვიდეს, ანაც ჩამოდის წინა თვის პიოსიმდე, რაც არის ნიშნული $88.87 და შემდეგ ისევ აღმავალი მოძრაობის გაგრძელება. რატომ აღმავალი მოძრაობა? იმიტომ რომ ჯერ ერთი დავინახეთ, რაც გააკეთა ეხლა Ripple-მა, ეს არ იყო უბრალოდ რაღაც, ასე ვთქვათ, პამპი იმისთვის, რომ ვიღაცამ დიდი მოცულობა გაყიდოს და ისევ დაღმავალი მოძრაობა გაგრძელდეს. არ მგონია, მეგობრებო, ასეთი რამ, იმიტომ რომ ნახეთ, ნოემბრის თვეში აი ამ სანთელში დაფიქსირდა უამრავი მოცულობები, უამრავი მსხვილი მოცულობები. შემდეგ დატესტვა მოხდა ამ მოცულობების და შემდეგ ნახეთ, როგორც კი გადალახა ფასმა ეს სანთელი, დაიწყო აღმავალი მოძრაობა. შეიძლება ერთ-ერთი მოცულობით კლასტერული ანალიზი ითვალისწინებს იმას, რომ მსხვილი მოცულობების დაფიქსირების შემდეგ, რომელიც ფასისთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ ხდება მათი დატესტვა, ასე რომ არ გამოვრიცხავ ფასის კიდევ უფრო ჩამოსვლას. როგორც ვთქვი, $88, 90 და ისევ აღმავალი მოძრაობის გაგრძელებას. ჯერჯერობით მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია Ripple-ზე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ეს იყო ყოველკვირეული ანალიტიკა. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი, სადაც უფრო ოპერატიულად იდება ესა თუ ის განახლება კონკრეტულად აქტივზე რა ხდება, აი ამ სამ აქტივზე, აქტივს განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ვაკვირდები
და უფრო ხშირად იდება ამ აქტივებზე ანალიტიკა Telegram არხზე, ხოლო ვიდეო გამოდის მინიმუმ კვირაში ერთხელ გამოვა, თუ შეუძლება, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად გამოუშვებ. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ ლაიქები და გამოიწერეთ არხი.